არასოდეს არ დაგაფასებს კაცი, რომელსაც შენი სამყაროს ცენტრად გაიხდი. წარმოვიდგინე ახლა, შენს თავს შეხედე შორიდან, რომელსაც ჰქონდა თავისი ცხოვრება, თავისი მიზნები, თავისი ჰობები და ასე შემდეგ, შეუყვარდა, ან მოეწონა მამაკაცი და გააცენტრა. გახადა ცხოვრების ერთადერთ პრიორიტეტად, დაივიწყა თავისი ცხოვრების სხვა სფეროები და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. შენ თვითონ ასეთი ქალი მოგეწონებოდა? დარწმუნებული ვარ, რომ არა. ამ მხოლოდ იმის გამო დარჩებოდი მასთან, რომ კომფორტის ზონა შეეჩვია. ამიტომ რა გაწუწუნებს? ან როგორ ელოდები, რომ ის დაგაყენებს პრიორიტეტად, შენთვის ყოველთვის გამონახავს დროს და შენს გაბედნიერებას ეცდება, როდესაც შენ თვითონ შენ თავი არ ყავს პრიორიტეტად, როდესაც შენ თვითონ გააცენტრე მამაკაცი და იმის იქით ვეღარ ხედავ ვერაფერს. დაფიქრდი ამ ყველაფერზე. და გახსოვდეს, რომ სამყაროსგან სუსტად იმას იღებ, როგორც შენ ექცევი საკუთარ თავს. სამყარო არ არის ფანჯარა, რომ ყოველ დღე სხვადასხვა რაღაც დაინახო. სამყარო არის სარკე და ზუსტად ისე ხდება ყველაფერი, როგორც შენი შინაგანი წარმოდგენები და მიდგომებია საკუთარი თავისვე მიმართ. ასეა ეს, მარტივად.